მოგესალმებით მეგობრებო ყველას. წინა ვიდეოში, რომელიც გადავიღე საკვები პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა და მწერდნენ, რომ გამეგრძელებია მსგავსი ვიდეოების გადაღება. თავიდან რა ვიცი, მე პირადად არ მიფიქრია, რომ ბევრისთვის შეიძლება საინტერესო ყოფილიყო მსგავსი ვიდეო, მაგრამ რადგანაც თქვენი თხოვნა იყო, მინდა რომ გავაგრძელო და დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ შეძლების დაგვარად თუ რა ღირს გერმანიაში ჰიგიენური პროდუქტები. მოკლედ, ვიყავი დღეს საყიდლებზე, მოვიტანე სხვადასხვა სახის პროდუქტი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვიტან, რაც მაღაზიაში არის, მაგრამ რისი ყიდვაც შევძელი, მოვიტანე და გაჩვენებთ დღეს თუ რა ღირს გერმანიაში მსგავსი პროდუქტები. ხოლო თავიდან კი მინდა ვთქვა, თქვენ ხედავთ აქ სხვადასხვა ჟურნალებს, სხვადასხვა პროდუქტებს, სხვადასხვა ფასად და ვინც არიცით, მინდა გითხრათ, რომ გერმანიაში კვირაში ერთხელ, ზოგჯერ არის ეს შაბათს, ზოგჯერ პარასკევს, კვირას გააჩნია, მოდის ხოლმე თქვენ საფოსტო ყუთებში მსგავსი ტიპის ჟურნალები, გაზეთები ფასდაკლებებთან დაკავშირებით. თუ რომელ მაღაზიაში რა ფასდაკლებული საქონელი იქნება და რა ეღირება ის და მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში არაფასდაკლებული საქონელი. და უბრალოდ მინდოდა, რომ ეს თქვენთვის მეთქვა, ვინც არიცით, რომ მსგავსი ტიპის ჟურნალები მოდის, სადაც შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ თუ სად რა ღირს. მოკლედ დავიწყოთ ახლა და პირველი მინდა გაჩვენოთ აი ასეთი სარეცხი საშუალება პერსილის, რომელშიც მხნილი არ არის და წარმოდგენილი აი ასეთი ჟელეს სახით, აბები ქვია, მე მგონი ამას საქართველოში. და მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო კომფორტული არის ამის მოხმარება, ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხი მხნილის. და მსგავსი ტიპის აი ასეთ ყუთში დევს ამაში მაგალითად 42 ცალი შიგნით და ღირს 22 евро, მაგრამ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ეს შეკვრა არის 22 евро, ასეთი ზუსტად 2 ცალი იყო აქციაში და ანუ 42 აქ, მთლიანობაში 84 ცალი არის ასეთი შიგნით და ღირს მთლიანობაში 22 евро. მაგრამ ეხლა კიდევ მინდა გაჩვენოთ ასევე ვერნელის, აი ეს სუნის და დამარბილებელი თვითონ სარეცხის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეხლა რაც გაჩვენეთ პერსილის იმას თუ გამოიყენებთ, მაშინ ეს არ დაგჭირდებათ. ეს უფრო იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგალითად ფხნილს მოიხმართ და დაამატებთ შემდეგ ამას, მოკლედ ქალებს უფრო კარგად ეცოდინება ეხლა თუ რას ვამბობ. ეს ღირს 3 евро და 22 ცენტი. შემდეგი სარეცხი საშუალება არის ეს, ამაშიც ესეც იგივენაირი არის შიგნით ეს ჟელესავით, ანუ ოღონდ ეს არ არის ანუ ტანსაცმლის გასარეცხად, არამედ ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის არის. ეს აქციაში იყო, ესეც 3 ცალი იყო მთლიანად დიდ შეკვრაში, ამაში 48 ცალი არის შიგნით და ანუ 3 ცალი ღირდა 33 евро. ეს კი ანუ უნიტაზის სარეცხი საშუალება, რომელიც ღირს 1 евро და 65 ცენტი. ეს კიდევ შემდეგი უნიტაზის სარეცხი საშუალება, ეს ბევრად უფრო იაფი ღირს და მისი ფასი არის 65 ცენტი. მინდა გითხრათ ყველას, რომ ესენი არ არის ისეთი მაღაზიებიდან რაღაც მოტანილი, სადაც რაღაც ძვირად ღირებული არის ძალიან რაღაცა მაღალი დონის რაღაცა არის, მაგრამ მისაღებ ფასებში არის ყველა და ვერცერთს ვერ დაუწუნებ თავის ხარისხს, თავის სამუშაოს ყველა იდეალურად ასრულებს. ესეც V5-ის ფირმის არის და მინდა გითხრათ, რომ გერმანიაში რაც იყიდება V5-ის ფირმის საკმაოდ ისეთ კარგი ხარისხის არის, როგორც ხედავთ ეს მილების საწმენდი არის და 1 ლიტრი არის ამის მოცულობა და ღირს 1 евро და 22 ცენტი. შემდეგი კიდევ ეს სარეცხი საშუალება, საწმენდი საშუალება, ეს არის დუშკაბინის საწმენდი, ასევე აი ასეთი მეტალის ისა რა ქვია ზედაპირიანი რაღაცეები საწმენდი და ეს ღირს 2 евро და 90 ცენტი. ხოლო რა ვიცი, ვისაც გაინტერესებს, 750 მილილიტრი არის ამისი მოცულობა. ასევე კიდევ ეს საწმენდის საშუალება, ესეც აი ესე ქვაბების, ასევე მონიკელებული რაღაცეების საწმენდი, ოღონდ ეს არის კრემის სახით
და რამდენი არის ამაში მოცულობა არის 750 მილილიტრი და მისი ღირებულება არის 55 ცენტი. ეხლა კი ეს მინდა გაჩვენოთ, ეს არის ჩვეულებრივი ქლორი რა უბრალო ენაზე რო ვთქვათ, ესეც ამ V5-ის ფირმის არის. ესეც ისეთივე მსგავსი რაღაცეების საწმენდი. შეგიძლიათ ამით მეტლახიც მოწმიდოთ. ეს არის, რა ქვია, ზემოდან არის ნახატი და ამისი მოცულობა არის 1.5 ლიტრი. და ფასი ამისი არის 1 ევრო და 41 ცენტი. ასევე აი ასეთი საწმენდი საშუალება არის, ეს ლამინატის საწმენდად გამოიყენება უმეტეს შემთხვევაში და ამისი მოცულობა არის 1 ლიტრი, ანუ 1.25 ლიტრი და ფასი არის 85 ცენტი. ეს ჭურჭლის სარეცხი ჟელე, რომლის მოცულობაც არის 9 ლიტრი და ღირს 86 ცენტი. ასევე ესეც რაღაცა იგივე არის საწმენდი, ასე მონიკელებული რაღაცეების, ამაშიც მოცულობა არის 750 მილილიტრი და მისი ღირებულება არის 2 ევრო და 90 ცენტი. ეს კი არის ვენიში, ოღონდ სპრეის სახით ხალიჩების საწმენდად და ღირს რამდენი 4 ევრო და 25 ცენტი. ამაში არის შიგნით მხვნილი და ესეც არის აი ჩაიდნების საწმენდად, რომ ის რა ქვია მაგას ასევე სარეცხი იმების, რა ქვია, სარეცხი მანქანების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების ნადების მოსაშორებლად და ღირს 2 ევრო და 8 ცენტი. ეხლა კი ეს რა არის, ანუ ეს რა ქვია, საპონი, თხევადი საპონი 300 მილილიტრი, ღირს 1 ევრო და 29 ცენტი. მაგრამ თხევადი საპნები უფრო დიდ მოცულობებშიც ბევრად უფრო იაფად არის ხოლმე. Lidl-ში, Aldi-ში და ასეთ მაღაზიებში. ეს საპონი 2 ცალი, ღირს 67 ცენტი. 67 ცენტი ღირს ესა ჩვეულებრივი უბრალოდ ჭურჭლის ისა რა ქვია საწმენდი ღრუბელი, რომელიც ღირს 67 ცენტი და რამდენი ცალი ამაში შიგნით 9 ცალი. 9 ცალი თუ 6 ცალი. ხო, 6 ცალი არის შიგნით. ეს კი სალფეტკები გასაწმენდად, რა ვიცი, რაღაცის გადასაწმენდად იქნება ეს მაგიდა თუ სამზარეულოში, რომელიც ღირს 1 ევრო და 93 ცენტი. ქვაბების და ჭურჭლის სარეცხი აი ასეთი რკინის 4 ცალია შიგნით და ღირს 97 ცენტი. ნაგვის პარკი, რომელიც არის 25 litrიანი, 30 ცალი არის შიგნით და ღირს 53 ცენტი. ნაგვის ძალიან ბევრია სხვადასხვანაირი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ტიპის არის, თორე დანარჩენები გერმანიაში ბევრად უფრო ძვირი ღირს სხვადასხვა ნაგავის დაფასოების გამო. ეს რაღაც ასეთი საწმენდი, ესეც აბანოსი, ეს ღირს 1 ევრო და 65 ცენტი. ეს კი იმის რა ქვია, აბანოს არომატიზატორი არის, რომელიც ღირს 1 ევრო და 85 ცენტი. ეს კი ვისაც მაგალითად ყავის დივანი აქვს დაავეჯი, მისი საწმენდი არის და ღირს 2 ევრო და 75 ცენტი. აქ რა გვაქვს, ეს არის უნიტაზის ასეთი ჩასაკიდებელი 2 ცალი ფერი, რომელიც ღირს 2 ევრო და 95 ცენტი. და მინდა გითხრათ, რომ ესენი ძალიან ხშირად არის აქციაში ხოლმე, ამაში ბევრად უფრო მეტი დევს და ბევრად უფრო იაფია. და მე გირჩევდით, რომ ყოველთვის დაელოდოთ, როცა აქცია არის, თითქმის ყოველ კვირას არის მსგავსი რაღაცეები. ეს ჩვეულებრივი, რა ვიცი, ის რა ქვია, საწმენდი ტილო 1 ევრო და 44 ცენტი და ასევე კიდევ ასეთი საწმენდი ტილო ეს ღირს 75 ცენტი. კიდევ საწმენდი ტილო რაღაც აი ასეთი 3 ცალი არის შიგნით და ღირს 1 ევრო და 44 ცენტი. ხოლო ეხლა მორჩეთ ამ იმას, რა ქვია, სახეხ საწმენდებს და გადავიდეთ პირადი მოვლის საშუალებებზე, მაგრამ რო არ გამომრჩეს, მაინც გაჩვენებთ, აი ასეთი სალფეტკები არის კიდე მშრალი, ეს უკვე ეს ღირს 88 ცენტი
აქ გამორჩა კიდევ აგენ მქონია და აი ასეთი ასევე სამზარეულოს სალფეთკები, რომელშიც არის 4 დიდი ასეთი შეკვრა და ეს ღირს რამდენი 1 ევრო და 50 ცენტი. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება კორონას შემდეგ, რომელიც ოქროს ფასი გახდა და მოპოვება მისი ძნელი არის, ეს ტუალეტის ქაღალდი 10 ცალი არის ამაში და სადაც წერია ფასი 2 ევრო და 86 ცენტი. ეხლა როგორც გითხარით, გადავიდეთ პირადი მოვლის საშუალებებზე და მაგალითად აი ასეთი ჟილეტის ფირმის პირის საპარსის აი ეს პირები, ამაში არის 12 ცალი შიგნით და ესენი საერთოდ საკმაოდ ძვირია ხოლმე. ალბათ როგორც საქართველოში ისე აქაც და რაც უფრო ნაკლებია, მით უფრო ძვირი ღირს. ამაში 12 ცალია შიგნით დიდი შეკვრა და 23 ევრო ღირს. საკმაოდ ძვირია, მაგრამ დიდი ხანი გეყოფათ რა მსგავსი შეკვრა. ეს კი კბილის სახეხის საშუალება, კბილის ისა რა ქვია პასტა, რომელიც ღირს 3 ევრო და 85 ცენტი. ასევე ეს ბავშვებისთვის არის, ბავშვის კბილის სახეხი პასტა 1 ევრო და 95 ცენტი ღირს. ასევე ესეც კბილის მოვლის საშუალება ღირს 1 ევრო და 44 ცენტი. ესეც კბილების სავლები, კბილის მოვლის საშუალება, რომელიც ღირს 78 ცენტი და მოცულობამის 9 ლიტრი. აქს ეფექტი კიდევ, რა ვიცი, თუ აქს ეფექტი აგერ არის, ვინც იყენებთ ასეთი დეზადორი, ეს ღირს 2 ევრო და 65 ცენტი. ასევე აქს ეფექტივითაა ეს დეზადორიც Adidas-ის, რომელიც ღირს 2 ევრო და 25 ცენტი. ეს იღლიის დეზადორი, რომ იმის რა ქვია Nivea-ს ფირმის, რომელიც ღირს 1 ევრო და 95, უпростоრად ისა რა ქვია კაფი ამერია, მე მეგონა რომ იღლიის ის იყო დეზადორანტი, კაფი არის Nivea-ს 1 ევროში და 95 ცენტში. ასევე ესეც კაფი ჟილეტის ღირს 2 ევრო და 95 ცენტი. ესეც პირის სპარსვის შემდეგი კრემი დამარბილებელი, რომელიც ღირს 5 ევრო და 45 ცენტი Nivea-ს ფირმის. ესეც აქაც გვაქვს Nivea-ს ფირმის, ოღონდ ეს უკვე აი ასეთი სითხის სახით, რომელიც ღირს 4 ევრო და 85 ცენტი ღირს. ესეც პირის სპარსვის შემდგომი. და Head and Shoulders-ი რა არის ამისი მოცულობა 300 მილილიტრი და ღირს 3 ევრო და 55 ცენტი. და მინდა გითხრათ, რომ სხვა შამპუნები, ხო, Head and Shoulders-ის ეს ახლა Head and Shoulders-ია, თორე სხვა რო იყოს, ბევრად უფრო ნაკლებ ფასში არის ხოლმე. ესეც Head and Shoulders-ის, ანუ ტანისისა ლოსიონი, თუ რა ვიცი რაც ქვია, ღირს 3 ევრო და 55 ცენტი. აქაც გვაქვს ესეც შამპუნი არის, რომელიც იმისთვის გამოიყენება კანის მოვლისთვის და ეს ღირს 1 ევრო და 95 ცენტი არის 250 მილილიტრი. და მოკლედ მეგობრებო, მინდა ამით დავასრულო დღეს, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ მაქვს ახლა ისეთი ნაყიდი. და რა ვიცი, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, თუ რა გინდათ რომ ვიყიდო, რა რისი ფასები გაინტერესებთ რომ მოვიტანო და გაჩვენოთ რა ღირდა, ან რა ვიცი, თქვენი სურვილისამებრ, რისი ინტერესით გაქვთ, შეგიძლიათ დაწეროთ და მე შევეცდები დავაკმაყოფილოთ თქვენი სურვილები და გადავიღო მსგავსი ვიდეოები. ეხლა კი ყველას წარმატებებს გისურვებთ და კარგად ბრძანდებოდეთ.